სწორედ ამ წუთებში უნდა დაიწყოს თუ არ ვცდები გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომა, რომელიც ამერიკის მოწვევით იმართება. მოდი ამ თემით დავიწყოთ, მოგესალმები. რა არის ცნობილი ამ დროისთვის? გურამ გამარჯობა, მოგესალმები შენს მაყურებელს. გაეროში უშიშროების საბჭოს ხდომა უნდა დაიწყოს დაახლოებით საათნახევარში, თუმცა მანამდე ზუსტად ამ წუთებში მიმდინარეობს თეთრ სახლში პრეს-სპიკერის პრეს-კონფერენცია და რაც მოვისმინეთ ირანთან დაკავშირებით ამ დრომდე არის ის, რომ მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ირანისთვის დამანგრეველი შედეგები დადგება, თუ კვლავ ვიხილავთ ასე ვთქვათ გაგრძელებას დემონსტრანტების მკვლელობის, ჩამოხრჩობის და ასე შემდეგ. ეს არის რაც მოვისმინეთ თეთრი სახლისგან ზუსტად ეს წუთია, სულ ცოტა ხნის წინ, თუმცა ხო ასევე გვესმის განცხადებები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ნათელი არ არის, რა ტიპის კონკრეტულად რა ტიპის ჩართულობა შეიძლება უნდა ველოდოთ თეთრი სახლისგან, შეერთებული შტატებისგან, იმაზე პასუხად, რასაც ვხედავთ ირანში, არა მხოლოდ თეირანში, არამედ მთელი მასშტაბით, მაგრამ შენ უკვე აღნიშნე სტუმრებთან საუბრისას, რომ სულ ცოტა ხნის წინ ასევე შევიტყვეთ სანქციების შესახებ, რომელიც ხაზინის დეპარტამენტმა დაუწესა, ასე ვთქვათ, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანს უშუალო კავშირში ამ სანქციებთან დაკავშირებით, ჩახშობის ბრალდებით და გარდა ამისა ვიხილეთ კიდევ 18 პირისა და კომპანიის, მათ შორის ირანული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები, რომელიც უკავშირდება უკვე ასე ვთქვათ ფულის გათეთრებას და ირანული ნავთობით ვაჭრობით მიღებული ფულის გათეთრებას, ასე ვთქვათ. ეს არის ალბათ სანქციები არის მინიმალური, რაც შეიძლება ვიხილოთ, სანქციების ახალი რაუნდი არის მინიმალური, რაც შეიძლება ვიხილოთ ვაშინგტონის პასუხად იმაზე, რასაც უყურებთ თეირანში და ობიექტურად მოდი ვაღიაროთ, უფრო მეც ველოდით, მათ შორის მიმდინარეობდა დისკუსია შესაძლო სამხედრო ინტერვენციაზე, ამას ითხოვდნენ ირანელები დახმარებას და ტრამპმა უთხრა დახმარება გზაშიაო. რატომ იგვიანებს ეს დახმარება და საერთოდ ხომ არ გაქრა დღის წესრიგიდან ამ დახმარების აუცილებლობა, რადგან გუშინ უკვე პრეზიდენტის განცხადების შინაარსი შეიცვალა იმგვარად, თითქოს მისი წყაროს ინფორმაციით თეირანში სიკვდილით დასჯა შეწყდა და ასევე მკვლელობები, მომიტინგეების მკვლელობები. რას ნიშნავს ეს კონტექსტი? შეიცვალა დღის წესრიგიდან გაქრა ეგრეთ წოდებული ამერიკული დახმარება? ვერ ვიტყოდით, ფაქტებს თუ მივყვებით, სულ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება თეთრ სახლში გვახსენებს, რომ გასაგებია, რომ კონკრეტულ ასე ვთქვათ სიკვდილის დასჯის საქმეებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა, რომ თეირანი არ აპირებდა დაესაჯა სიკვდილით ეს დემონსტრანტები, რომლებიც დაკავებულები არიან, თუმცა დღეს უკვე ისევ კვლავ გვესმის, რომ თუ გაგრძელდება მსგავსი დემონსტრანტების მკვლელობა აქციების განმავლობაში, ასე ვთქვათ, სიკვდილით დასჯა, გვესმის, რომ დამანგრეველი იქნება შეერთებული შტატების პასუხი ირანისთვის. ვერ ვიტყვით, რომ დღის წესრიგში აღარ დგას რაიმე სახის შესაძლო სამხედრო ჩარევა, თუმცა არასდროს ყოფილა, ასე ვთქვათ, მკაფიო მაგალითად რას გულისხმობდა პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც ამბობდა, რომ ირანი მიიღებს ძლიერ დარტყმას. სამხედრო ჩარევა შეიძლება ბუნებრივია იყოს სხვადასხვანაირი, შეიძლება ეს იყოს პირდაპირი, ასე ვთქვათ, ბომბდამშენებით ჩარევა, ამ დრონებით ჩატარებული ოპერაცია, ან ასევე იყოს კიბერხასიათის ოპერაციები, რომელიც მაგალითად ძლიერად შეუძლია დააზიანოს სახელისუფლებო, ასე ვთქვათ, კომუნიკაციების წყაროები, რაც ზუსტად ისეთივე მნიშვნელობისაა დაუშვათ საპოლიციო რეჟიმისთვის ირანის, როგორც დაუშვათ დემონსტრანტებისთვის არის მნიშვნელოვანი კომუნიკაციების წყაროები. ასე რომ ვერ ვიტყვით, რომ რაიმე აღარ დევს განხილვის მაგიდასთან, რა შეიძლება გამოიყენოს პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა იმისთვის, რომ ჩაერიოს ირანში. ზუსტად ის სიცხადე გვაქვს, რაც ამ დღეების განმავლობაში გვქონია. ჩვენ გვესმის კონსულტაციების შესახებ, რომელიც იმართება მრჩევლებთან, ჩვენ გვესმის საჯარო განცხადებები, დაუშვათ ჩარევის მომხრეების და მოწინააღმდეგეების მხრიდან. ხო, აი მაგალითად ზუსტად გუშინ ტრამპის ამ რაღაცა შეცვლილი ტონის შემდეგ ლინდსი გრემმა გააკეთა განცხადება, რომ ხამენეის რეჟიმი აგრძელებს მომიტინგეების მკვლელობას, რომ დაღუპულთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდება და მან მოუწოდა ტრამპს ქმედებისკენ. რეალურად შენი მოლოდინი რა არის, რას ურჩევს ახლა ტრამპს გარემოცვა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უფრო იზოლაციონისტური პოლიტიკის მომხრეები ყავს მას ირგვლივ?
ბოლო მოვლენები, რასაც ხედავთ ვენესუელაში, რასაც ხედავთ განცხადებებს ირანთან დაკავშირებით, ალბათ უფრო რთულია ვთქვათ, რომ უახლოესი გარემოცვა, რომელიც პრეზიდენტის ასე ვთქვათ ირგვლივ არის, იმგვარად მკაფიოდ იზოლაციონისტური მიდგომებისა, როგორც შეიძლება იყოს მაგალითად მისი ამორჩევლების ბაზა, მაგა ბაზას გულისხმობ, რომლებიც ემხრობიან ამერიკა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკას, ხო? რაც შეეხება სენატორ გრემის განცხადებას, კიდევ ერთხელ ყველაფერი დევს მაგიდაზე, როგორც ირკვევა, უშუალო სამხედრო ჩარევა, ასევე სხვა ტიპის დახმარება და პრინციპში შეერთებული შტატების მოქმედებას და იმ უქარების ასრულებას, რაც გვესმის პრეზიდენტ ტრამპისგან, ამას მხარდაჭერას უცხადებენ მისი კრიტიკოსებიც, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ ეს არის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი, უფრო მეტიც მაგალითად ჯონ ბოლტონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, ამბობს, რომ შეერთებული შტატების გაცხადებული პოლიტიკა უნდა იყოს, რომ შეერთებულ შტატებს სურს რეჟიმის ცვლილება ირანში და ის ამბობს, რომ მაგალითად მიუხედავად იმ კრიტიკისა, რაც გვესმის პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მისი მხრიდან, რომელიც იყო პირველი ვადის დროს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ის ამბობს, რომ სრულად დაუჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის ნებისმიერ მოქმედებას, რაც დაეხმარება ირანში რეჟიმის ცვლილებას. განსხვავებული მიდგომები, როგორც გვახსენე, შეიძლება არსებობდეს მაგა ამორჩეველში, რომელიც საკმაოდ დიდი ბაზაა ამორჩევლების, იმიტომ რომ ბუნებრივია იქ ასე ვთქვათ არსებობდა განწყობა, რომ უფრო იზოლაციონისტური ან საკუთარ თავზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა გაეტარებინა პრეზიდენტ ტრამპს მეორე ვადაში. გასაგებია, მოკლედ სტარტულია პროგნოზირება ამ დროისთვის. მომავალ საათებში დამატებით ველოდებით რამეს გარდა იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება. რა განცხადებები შეიძლება გაკეთდეს ვაშინგტონში? შტაბ-ბიჭდება რაც მრჩება, კიდევ ერთხელ ვიდრე ჩართვა დაიწყებოდა, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიხილეთ პრეზიდენტის განცხადება, რომ თეირანი მზად არის, რომ აღარ გააგრძელოს სიკვდილით დასჯა, ყველა ნიშანი გვაქვს იმის, რომ სიტყვაზე ნდობასთან არ გვექნება საქმე, რომ მაგალითად თეირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიძლება პირობა დადოს, რომ ეს აღარ მოხდება. ყველა მიზეზი გვაქვს იმის, რომ ნამდვილად გვჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება, ესე ვთქვათ, იმას, რა ხდება თეირანში. ასევე ვიხილეთ ამავე პრესკონფერენციაზე კითხვები ჟურნალისტებისგან ხომ არ არის დაუშვათ ეს განცხადებები ინსპირირებული ისრაელის მხრიდან რაიმე საუბრებზე შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ გვახსოვს 12-დღიანი ომი ისრაელსა და ირანს შორის გასულ წელს და გვახსოვს ასევე ოპერაცია, რომელიც ამ 12-დღიანი ოპერაციის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ირანში. თეთრმასახმა თქვა, რომ ირანის საკითხთან დაკავშირებით ისრაელთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს და არის მჭიდრო. ანალიტიკოსებში სხვა შორის არის მოლოდინი, რომ იმაზე დაფუძნებით, რომ ისრაელი საუბრობს, რომ თეირანმა გააგრძელა ბირთვული იარაღზე მუშაობა, შესაძლოა სწორედ ეგ გახდეს ერთ-ერთი მთავარი მკაფიო მიზეზი, თუ ეს დადასტურდება თეთრი სახლისთვის, რომ ვიხილოთ კიდევ ერთი ეს ვთქვათ მნიშვნელოვანი ოპერაცია თეირანის წინააღმდეგ. და მოკლედ შევეხოთ გრენლანდიასაც, რომელიც ამერიკული მედიის ტოპ თემებს შორის არის, ხო? ეს არის კიდევ ერთი აქტუალური საკითხი, რომელზეც მუდმივად ამ დღეებში ირანის მოვლენების პარალელურად კეთდება განცხადებები. ამ დროისთვის თუ არსებობს დამატებით რამე სიახლე ქართლოს? გუშინ გაიმართა ბოლო შეხვედრა თეთრ სახლში გრენლანდიის წარმომადგენლებსა და დანიის წარმომადგენლებსა და ამერიკის წარმომადგენლებს შორის, რომლის შემდეგაც მხარეებმა პრინციპში თქვეს, რომ მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს მხარეებს შორის, ბუნებრივია ეს გვესმის და ზედაპირზე დევს და თუმცა კარგი ის არის, რომ გადაწყდა, რომ უკვე ამ საკითხის განხილვას გააგრძელებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც სპეციალურად შეიქმნება. გაცხადებული პოლიტიკა აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ გრენლანდია რაღაც სახით უნდა იყოს ამერიკის კონტროლის ქვეშ. ბუნებრივია ამასთან დაკავშირებითაც გვესმის კრიტიკა, მათ შორის თანამოაზრეების მხრიდან, ზოგადად რესპუბლიკელების მხრიდანაც, რომ ამერიკას არ სჭირდება გრენლანდია იყოს თავის შემადგენლობაში იმისთვის, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება იქ და ამის მაგალითად მოაქვთ მაგალითად ხელშეკრულება, რომელიც არსებობს
გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც დეკადების წინ დაიდო და სხვა შორის დონალდ ტრამპი უნებრივია ჩემთვის ცნობილია ეს, რომ არ არის პირველი პრეზიდენტი, ვინც ამას განიხილავს, რომ გრენლანდია იყოს შეერთებული შტატების შემადგენლობაში, ბოლოს თუ არ ვცდები პრეზიდენტი ტრუმანი იყო ესეთი, რომლის შემდეგაც უკვე ვიხილეთ ის ხელშეკრულება, რომელიც კრიტიკოსების თქმით შეერთებულ შტატებს ისედაც აძლევს საშუალებას სრულად იყოს წარმოდგენილი სამხედრო თვალსაზრისით გრენლანდიაზე და იქ დაიცვას თავისი უსაფრთხოება. არ ვიცი, მნიშვნელოვანი საკითხია ბუნებრივია, მაგრამ როგორც ჩანს მხარეები პოზიციების დაახლოებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. გასაგებია, მოკლედ ვაშინგტონიდან მომდევნო საათების და დღეების განმავლობაში ბევრი სიახლე უნდა იყოს წესით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაყურებლისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომა დაიწყება, საათ ნახევარზე უფრო ნაკლები დრო რჩება. ამ ხდომის დაწყებამდე, გადაცემის მსვლელობისას თუ რამე სიახლე იქნება, ბუნებრივია, მაყურებელს შევატყობინებთ. და ქართლოს ბოლოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან პრობლემური შეიძლება იყოს საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით და განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა 75 ქვეყანა, რომელსაც ეს ცვლილება შეეხოდა, მათ შორის საქართველო. ჩვენ ინტერვიუმდე ვისაუბრეთ და შენ მითხარი, რომ შესაძლოა სამომავლოდ ეს მიდგომა სხვა ტიპის ვიზებზეც გავრცელდეს. მიგვითარი მეტი ამის შესახებ. ძალიან მკაფიო იყო როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე ამერიკის საელჩო საქართველოში, როდესაც თქვა, რომ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, რომელიც 21 იანვრიდან შევა ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზებს. მოლოდინი ზოგადად, რაზეც მე და შენ ვისაუბრეთ, არსებობს იმის შესახებ, რომ ზოგადად უფრო გამკაცრდება სხვა ტიპის ვიზების აპლიკანტების შემოწმებაც და ამ მოლოდინის საშუალებას ქმნის მოლოდინს ქმნის წლის განმავლობაში, გასული წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები, სხვა არასაიმიგრაციო ტიპის ვიზებთან დაკავშირებით, როგორიც არის სასწავლო ვიზა, სამუშაო ვიზა, მათ შორის არ შევცდები თუ ვიტყვი ალბათ ტურისტული ვიზაც, როდესაც ადმინისტრაცია ამბობდა, რომ უნდა გადახედოს შემოწმების წესებს, რომელიც აქამდე არის დაფუძნებული და უნდა გამკაცრდეს ეს წესები იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ არასაიმიგრაციო მიზნებისთვისაც ჩამოვიდნენ შეერთებულ შტატებში. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ისიც თუ რა სტატისტიკა არსებობს, მაგალითად ვიზით ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები რა პროცენტი რჩება შეერთებულ შტატებში. გასულ წელს ივლისში გამოაქვეყნა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა DHS-მა სტატისტიკა წინა ფისკალური წლის და ამ მონაცემებს თუ ჩავხედავთ, მაგალითად საქართველოს მოქალაქეების 8%-მდე, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩამოვიდნენ ვიზით, 8%-მდე მათგან დარჩა ქვეყანაში და ასევე არსებობს რისკი იმ მონაცემებს, რომ კიდევ საშუალოდ 8%-მდე აპირებს, რომ დარჩეს ქვეყანაში. ასე რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ოფიციალური განმარტებით ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზებს, მაგრამ ადმინისტრაციის მიერ წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სავიზო პროცესის გართულებასთან დაკავშირებით ქმნის ასევე მოლოდინებს, რომ შესაძლოა კიდევ უფრო რთული გახდეს ეს სავიზო შემოწმება აპლიკანტებისთვის, რომლებიც არ გეგმავენ საიმიგრაციო მიზნით ამერიკაში ჩამოსვლას, არამედ გეგმავენ სასწავლო მიზნით, სამუშაო მიზნით ან დასვენების მიზნით. აქვე დავაანონსებ, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ამერიკიდან ჩაგვერთვება ადვოკატის თანაშემწე საიმიგრაციო საკითხებში ანა აბაშიძე, რომელიც ჩვენს მაყურებელს, ვინც ამ თემებით არის დაინტერესებული, კონკრეტულ რჩევებს მისცემს და დეტალურად აუხსნის, რას მოიცავს ეს ცვლილება, ვის ეხება, ვის არ ეხება და რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ უკვე დაწყებულია პროცესი საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით. მოკლედ, ანა აბაშიძე, იურისტი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაგვერთვება ოდნავ მოგვიანებით.